ვირუსული ინფექციები კახეთში დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით სტატისტიკა მზარდია, თუმცა საგანგაშო არაფერია. სეზონურ ვირუსებს ხველა მაღალი ტემპერატურა, სურდო და თავის ტკივილი ახასიათებს. გართულებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. ვირუსების მატებას მოსახლეობაში სპეციალისტები ნოემბრიდან პროგნოზირებენ. ევროპის რეგიონის სამ ქვეყანაში, როგორც არის ესტონეთი, ლიტვა და რუსეთი უკვე გვაქვს საბაზისო მონაცემებზე უკვე მაღალი მაჩვენებლები უკვე დაიწყო ვირუსების გავრცელება, სავარაუდოდ ჩვენთანაც როგორც ტენდენცია გვაქვს ხოლმე სეზონური ტენდენციის მიხედვით ჩვენც უკვე ველოდებით ნელ-ნელა მატებას აი ამ ვირუსების. რაც შეეხება თვითონ სტრუქტურას, სტრუქტურა განსაკუთრებული არაფერი არ არის ჯერჯერობით, უბრალოდ იყო განსაკუთრებული ის, რომ წინა 2 თვის განმავლობაში ჰქონდა უფრო მეტი შემთხვევა SARS-CoV-2-ის, თუმცა არ იყო ეს შემთხვევები მაინც და მაინც რთული შემთხვევები. ძირითადად სამივე შტამი იყო დომინანტური და ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე უფრო იწვევს შედარებით ნაკლებად გართულებულ შემთხვევებს. თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის უფრო მაინც მაღალი რისკის ქვეშ არიან ხოლმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასევე 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები. რა თქმა უნდა ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც ყველა დანარჩენ წინა წლებში წელსაც ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში იქნება შესყიდული და არის უკვე შესყიდული გრიპის ვაქცინა. მოგეხსენებათ, რომ გრიპზე ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრევენცია ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად, იმიტომ რომ გრიპის ვირუსი როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ სერიოზული ვირუსია და ზოგჯერ ლეტალობითაც ვრთავდება და მიმდინარე წელსაც უკვე ძალიან მალე, ალბათ 2 კვირაში უკვე შემოტანილი იქნება ჩვენს რეგიონშიც გრიპის ვაქცინა, იმ რაოდენობითაც გვაქვს მოთხოვნა, უკვე დათვლილია ეს რაოდენობები მუნიციპალიტეტების მიხედვით და დავიწყებთ უკვე 100 რისკის ჯგუფების, რომელიც არის გათვალისწინებული ბრძანებით. თუმცა ყოველთვის არის ხოლმე შესაძლებლობა, რომ რაღაც გარკვეული აქციის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქემ, ვისაც სურვილი იქნება 6 თვიდან ზემოთ მიიღოს ეს ვაქცინა უფასოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მოგეხსენებათ, რომ რეკომენდაციები იგივე რჩება ნებისმიერ შემთხვევაში, რაც აქამდე გქონდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ის რომ როგორც პირველი სიმპტომები გვექნება დაავადების, ეს იქნება თქვა წყვილიდან ჩამონადენი, ის იქნება ხველა, წყვილში გაჭედვა, თუ ეს ცრიუმდენა, ღმის შეცვლა, ყელის ტკივილი, რა თქმა უნდა, ტემპერატურაზე არ ვლაპარაკობ, თუ ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ჯობია რომ დარჩეს სახლში, თუ ამის შესაძლებლობა აქვს, იმიტომ რომ არ იყოს ის გადამდები სხვებისთვის.